კამდონდა თქვენს მიერ დასმოკითხოს ასე უნდა უპასუხო. აი ეს უკვე არის ფარისევლობა, ლიქვნელობა. როდესაც გარკვეული მიზანი მიმართულებთ რაღაცა გარკვეული მიზანი. ხო, ეს არის. და ეს უკვე აღარ არის თავისთავად ცხადია, რომ სრდილობის ცნების ქვეშ არ მოიაზრება ასეთი ქცევა. კარგად გატყუებთ. არსებობს აი ასეთი ქცევები, ეს კლასიფიკაცია რომ გავაკეთოთ. არის ასეთი ურთიერთობები ასე რომ აი ჩვენს ურთიერთობაში მოვიგებ მე, მაგრამ წააგებ შენ. ამას ქვია მოგება წაგება. არის ასეთი მოვიგებ მე წავაგებ. მოგება, ესა წაგება, მოგება. არის წაგება და არის მოგება. აი, როდესაც ურთიერთობა არის მოგება, მე თუ ვცდილობ იმას, რომ რაღაც ჩვენ ურთიერთობაში მე დამრჩეს რაღაც სარგებელი. არ არის აქ მხოლოდ მატერიალურ სარგებელზე ცხადია ლაპარაკი და არ ვიფიქრო სხვა. მეორეს ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ ვარ მოგებაზე ორიენტირებული. ჩემი ქცევა ასე არ არის. ზრდილობა სწორედ ესაა. აი ზრდილობა არის მოგება. რას ნიშნავს? თქვენ აი ეცადეთ, აბა ყველა მეცადოს ასეთ რაღაცა. ვიღაცაზე არის განაწყენებული, გულნატკენი და გაუღიმოს, ისე მიესალმოს, ისე დაელაპარაკოს, თვითონ გახდება კარგად. თვითონ ახარ შენ თვითონ ამ შემთხვევაში კარგად. ისე კი ასწავლი? შენ თვითონ ხარ კარგად, რატომ? იმიტომ რომ ამისი მოთხოვნილება აქვს ადამიანს. ამ სოციალურ ურთიერთობებში იყოს თავად შემოქმედი, ამ ურთიერთობებისა, ამისი მოთხოვნილება აქვს ადამიანს და ამაში საკუთარ თავს გამოხატავს. და როცა შენ თავს გამოხატავ, ყოველთვის წარმატებული ხარ, შენ კარგად ხარ, მაშინ სიტყვა კარგად ამას ნიშნავს. როგორ ხარ, რო გეუბნებია და კარგად ვარ, იმიტომ რომ დავუშვათ აი დოლარები მითევ ჯიბეში. მე კარგად შინაგან მდგომარეობას გულისხმობ. აი, როდესაც ძალიან ადვილი არის, იცი დაანგრიო, მაგრამ მე როგორ ხარ? ძალიან ადვილი არის, რომ ურთიერთობაში შემოქმედი არ იყო და კი ბატონო, აი არ მინდა გავრუნდებ იქეთ წავალ, არ მიმოქმედებ. მაგრამ მე როგორ ხარ? არასოდეს არ ხარ კარგად. არასოდეს. არ არსებობს ერთი შემთხვევაც კი ისეთი, რომ რაიმე ცუდი გააკეთო და შენ კარგად იყო. ყოველთვის, როდესაც შენ ეცდები და გადააბიჯებ შენ თავს, რაღაც შენ თავს კი არა, გადააბიჯებ წყენას და მიხვალ შენ თავთან. მაშინ შეძლებ ემოციების კონტროლი ძალიან უჭერთ ადამიანს. იცით რა, ნუ გააკონტროლებ, იყავი შენს ემოციაში ის რაც ხარ და მე თუ თვლი რომ მე სწორად მოვიქეცი და ეს ცუდი კი არა, კარგია რაც გავაკეთე. ამაშია მთელი პრობლემა, რომ ეს ადამიანი ამას როგორც ცუდისე არ აღიქვამს, რომ შეიძლება იფიქროს რომ ის ღირსია იმისი რაც მან გააკეთა. ხო, მაგრამ თვითონ კარგად ცუდად არის, ნინო, არ არის კარგად ის. მაგნას რო ეს ასე არ არის კარგად, ჩვენ კარგად ყოფნობა ზოგჯერ იცით რა რაციონალიზაცია ქვია ამას. ფსიქოლოგები რაციონალიზაციას უწოდებენ რას? მე ვიწყებ ახსნას, მე ვიწყებ განმარტებას, იცი მე ამიტომ გავაკეთე. ერთხელ ერთმა ადამიანმა მკითხა, აი როგორ უნდა მივხვდე რომ მე კარგი გავაკეთე და ეს აი ვაკეთებ კარგს, კარგად ვიქცევი. აი ვიღაცასთან მიმართებაში მას კონკრეტული შემთხვევა ჰქონდა და უპასუხე ასეთი რამ როდესაც შენ არგუმენტები არ გჭირდება იმისათვის თუ რატო გააკეთე ეს აი ის არის უკვე ის რასაც ქვია ნამდვილი აი სწორი მოქმედება როცა არგუმენტები არ გჭირდება როცა რაციონალიზაცია გჭირდება ხო დიახ მე გამარჯობა იმიტომ არ უთხარი მას იმიტომ არ მივესალმე იმიტომ არ გაუგზავნე იმიტომ ხელი არ ჩამოვართე იმიტომ ხელი არ გაუმართე იმიტომ და იწყებ ახსნას ამისი იცოდე რომ შენ იქ მაშინ იმთავითვე რაღაცა გაწუხებს და არა და ეს არის ყველაზე მთავარი რომ ჩვენ შევძლოთ ის საერთო ნორმები რომელიც ამ ურთიერთობებში არსებობს ადამიანურ ურთიერთობებში არსებობს და არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებში თელ გარე სამყაროსთან მიმართებაში ცხოველთა სამყაროში ბუნებასთან მიმართებაში აი ამ ურთიერთობაში ეს საერთო ნორმებს როდესაც მე ვახორციელებ დიახ ზრდილი ვარ იმიტომ რომ მე აღვიზარდე მე მარტო არასხვები მზრდიან, არამედ მე ჩემ თავსაც ვზრდი და ყოველი სწორად გადადგმული ნაბიჯი, ყოველი
აი რასაც ის შედეგი მოაქვს, რომ აი ურთიერთობაში აი ასე კი არ თუ ვართ აი ამ დისტანციაზე ეს ბევრჯერ მithქვას, ასე კი არ დავშორდით ერთმანეთს, კიდევ უფრო ახლოს მივედით ახლოს ერთმანეთთან. ეს არის იცით ზრდილი ის ახალგაზრდა რომელიც დაეხმარება ვთქვათ აი გადასასვლელზე მოხუცის ასაკოვანი ადამიანის გადაყვანას ან ხელჩანთას ჩამოგართვას და რაღაც თვითონ არის კარგად და შეხო კარგად ახარ და კარგად მე ძალიან ხშირად მიწევს აი დროის სიმცირის გამო ტაქსით გზავრობა შეზღუდული ვარ სულ დროში დილით და საღამოთითაც როცა მივდივარ ბრუნდები სამსახურიდან შინ და ასე და მიწევს ტაქსის მძღოლებთან ნუ აი ესე იგი რომ გამოვაღებ გარებს და ჩამოვდივარ ერთხელ არ მქონია შემთხვევა იმისა როგორი ცუდი განწყობილებაც არ უნდა მქონდეს რომ არ მეთქვას რომ აი ბედნიერ დღეს გისურვებ დილით თუ საღამოს ღამემშვიდობისას უსურვებ წარმატებას უსურვებ და მე აღმოვაჩინეს წლების განმავლობაში მიმდინარეობს ურთიერთობებში არამხოლოდ ტაქსის მძღოლთან არავის ჩვეულებრივ მეზობელთან ოჯახის წევრებთან რომ მე კარგად ვარ და ის ხო თავისთავად კარგად იქნება მაგრამ შემოხვდა უზრდელი ადამიანი და მე იმისი უზრდელობაც ჩემი გასასწორებელია და ეხლა ერთი აი ნახეთ როგორი რაღაცა არის რომ ჭაბუ ამირეჯიბს აქვს ერთი ასეთი ფრაზა ნათქვა რომელიც ძალიან მომწონს მე რომ აი უზრდელ ადამიანს აი დავხეთ ცუდ ადამიანს პერიფრაზირებას ვაკეთებ ეს შინაარსი ეს აზრია რომ ზრდილობიან ადამიანთან მიმართებაში ორი კოზირი აქვსო ერთიო მისი ზრდილობა და მეორე მისი უზრდელობა და ეს არის როგორ კონტექსტში ნათქვა მეცეთ რომ ძალიან ასე აი შენ გაქვს სწორად იცით აი ის დიდი ძალა და უნარი ემისი რომ აი თუ მეორე ადამიანი ცუდად იქცევა იცით მისი ცუდი მოქცევა მისი ცუდი აი საქციელის ასე რომ ვთქვათ მთელი სიმძიმე და მთელი ტვირთი ისევ შენ უნდა იყოს მაგრამ ისევ შენ უნდა არ არის საშიშროება რომ აი უზრდელი ადამიანი როცა ხვდება რაღაც კონფლიქტურ სიტუაციაში ან არასასიამოვნო სიტუაციაში ზრდილ ადამიანს და ზრდილი ადამიანი აგრძელებს მოქცევას ზრდილობიანად უზრდელი ამას აღიქვავს როგორც აგრესიას ან როგორც აროგანტულობას ზრდილობიანის მხრიდან აქ ადეკვატურობა უნდა ჩავსვათ ახლა რატომ გამახსენდა ერთი ფილმი არის მხატვრული ფილმი აღარ მახსოვს კარგად ზურავ ქაფიანიძე და ხო მიხდით ხო გაგახსენდათ რომ ბატონ ლეონტაძე და ზურავ ქაფიანიძე და მოდის და ზურავ ქაფიანიძე აი ესე ურტყან ის კიდე გაუღიმებს დიახ ბატონო და მართლა რაღაც საშინელი ამაზრზენი სურათი არის იცით ეს კადრი რომ მიმდინარეობს და ბოლოს ის რომ აი უკვე დაიხლება და ნუ ახლა აქ უტრირებული არის თავისთავად ცხადია ეს კადრი მაგრამ მით უმეტეს თუ ოჯახის წევრებს ეხება მით უმეტეს თუ შენ ახლო საახლობოს ნუ სადაც მიგიწვდება უფრო ურთიერთობები აი რაღაც ისეთი გაქვს და მით უმეტეს უცნობთან მიმართებაში ხო თუ უზრდელს ისევ უზრდელობით პასუხობ ხო მის უზრდელობას გაათმაგებ და შენ ცუდად ახარ იმ დროს აი სწორედ ეს არის ის შემოქმედებითობა რომელზედაც ვლაპარაკობ რომ შენ თვითონვე მიაგნებ ამას შენ თვითონვე აღმოაჩინებ რომ აი იქ აღმოაჩენ იქ უნდა გაჩუმდე თუ უნდა უპასუხო უნდა გაუღიმო და ეს რაციონალურად არ წყდება გონებით არ წყდება ამას იცით შინაგანი რაღაც მდგომარეობა კარნახობს და ამ შინაგან მდგომარეობას ქმნის რამდენჯერ მithქვამს თქვენ რამდენჯერ გითქვამს მსმენელს თუ მაყურებელს ახლა რამდენჯერ უთქვამს ეს სიტყვა და ეს არის სიყვარული როცა გიყვარს და გიყვარს შენი თავი აი იმ წუთში მიაგნებ ვიცით იმ წუთში ყველას არ აქვს ნანა ამის უნარი და ამიტომ იმას უზრდელი ქვია ხო და ქვია და მომრავლდა ძალიან ვთქვათ რომ ცოტა ესეთ მკაც ნოტაზე მოგვიწევს დასრულება ჩვენი შეხვედრის გალბატონ ნანასთან თუმცა ნამდვილად ადამიანს რომელსაც თავისთავი არ უყვარს ნამდვილად ქვია ალბათ მიაგნებს ნინო იცით აუცილებლად აი ორი ჯოკერი როცა გიჭირავს ხელში და როცა ხარ ზდილობიანი ამ შემთხვევაში როცა ვიღაცა ცუდად იქცევა იცით რა არის იმითი კი არა რომ აი იქ რაც გაფუჭდა მის მიერ და რაღაცა
ის შენი ტვირთია უკვე და იტვირთე ერთ დავამატე პავლე მოციქულის სიტყვები არის რომ ეს ხო ტანჯვა რაღაც გარკვეულწილად ხო რაღაც გარკვეულწილად რომ ვიღაცა ცუდად იქნება მარადიულად ასე და შენ უნდა იტვირთო და ასე და პავლე მოციქული ამბობს ტანჯვა ქმნის შობს ანუ წარმოქმნის მოთმინებას მოთმინება სასოებას და სასოება არ შეგარცხვენს. აი ეს ასწია. უგულესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.